ასაკთან ერთად მოგეხსენებათ თვალის სტრუქტურა ბუნებრივად იცვლება, რაც იწვევს ხედველობის დაქვეითებას. არაერთი თვალის დაავადება ხედველობაზე გავლენას არ ახდენს მანამ, სანამ ის ძალიან არ განვითარდება. ამიტომ თუ პრობლემას ადრეულ ეტაპზევე აღმოვაჩენთ, ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ ხედველობის დაკარგვა. რა არის ხედველობის დაქვეითების უხშირესი მიზეზები ასაკოვან პაციენტებში და როგორ შევინარჩუნოთ ხედველობა 60 წლის შემდეგ? ამაზე სასაუბროდ შემოგვიერთდა ჩვენი ძვირფასი სტუმარი მირიან მაკრახიძე, ოფთალმოლოგი და ოფთალმოქირურგი. მოგესალმებით. მიხარია ეს შენი რა, ხო? მიხარია რომ გვეძლება ხოლმე საშუალება ხშირად რომ ამაზე ვისაუბროთ. სასაუბრო ბევრია, იმიტომ რომ მე როგორც ვიცი, არა ერთი დაავადება, რომელიც ასაკთან არის მიბმული. მოდი ჯერ ზოგადად ვთქვათ, რა დაავადებებია ესენი და მე მივყვეთ, არ ვიცი ქრონოლოგია შეიძლება თუ რა გქონდეს, მაგალითად რაღაცა ყველაზე მწვავიდან ან ყველაზე ხშირიდან, ხო რაღაცა რიგითობა მიცეთ, რომ შევეხოთ ყველაზე ისეთ დაავადებებს აქტიურს ალბათ და მწვავეს, რომელიც შეიძლება ჩვენი მაყურებლისთვის უფრო საინტერესო იყოს. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ასაკთან დაკავშირებული მხედველობის დაქვეითების მიზეზები საკმაოდ მრავალფეროვანი შეიძლება იყოს, თუმცა ამათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფართოდ გავრცელებული ფორმები, რომ გამოვყოთ, ეს არის კატარაქტა, ასაკობრივი კატარაქტა, რომელიც გულისხმობს თვალში და ბუნებრივი ბროლის შემღვრევას და მხედველობის გაბუნდოვანებას, ასევე ბადურის ისეთი დაავადებები, როგორიც არის ასაკობრივი მაკულოპათია, დიაბეტური რეტინოპათია, ეს მდგომარეობები დღეს განვითარებულ სამყაროში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს. ეს არის მხედველობის შეუქცევადი დაზიანების და სიბმავის ერთ-ერთი წამყვანი პირველი მიზეზი მთელს განვითარებულ სამყაროში. ამიტომ ამ კუთხით ეს დაავადებები ძალიან მნიშვნელოვანი არის ასაკობრივ პაციენტებში. რა სიმპტომებს უნდა გითხო აუცილებლად ამ დაავადებების და ჩვენ სულ ვამბობთ ხოლმე რომ ძალიან მნიშვნელოვანია დროულობა. მით უმეტეს როცა ხედველობას ეხება საქმე, მირიან თანხმდებით ალბათ ყველა ერთხმად იმაზე, რომ აქ დროს ალბათ კრიტიკული ნიშნულობა აქვს, იმიტომ რომ შეიძლება მხედველობა საერთოდ დავკარგოთ, ხო? ამ დაავადებების, რომელიც ახლა ჩამოვთვალეთ, კიდევ ერთხელ ჩამოვთვალოთ და სათითაოდ რა სიმპტომებია საყურადღებოდ თითოეული დაავადების დროს, რომ ექიმთან ვიზიტი არის გადაუდებელი. კატარაქტით რომ დავიწყოთ, კატარაქტისათვის დამახასიათებელია მხედველობის გაბუნდოვანება. თითქოს პაციენტი ხედავს ბურუსში, ნისლში. ეს თანდათანობით არის, ეტაპობრივად არის დამახასიათებელი. ასევე ქვეითდება ღამის მხედველობა, ფერების აღქმა, კონტრასტი. ძალიან დაქვეითებულია. ერთი ძალიან საინტერესო ნიშანი აქვს კატარაქტის ერთ-ერთ ფორმას, როგორც არის მაგალითად ნუკლეარული კატარაქტა, ანუ ბირთვული კატარაქტა. ასეთ დროს, როდესაც თქვათ ბირთვი იმღვრევა და მკვრივდება, თვალი განიცდის მიოპიზაციას, ანუ ხდება ახლო მხედველი. პაციენტი, რომელიც აქამდე ასაკობრივ ახლო საკითხავს სათვალეს გამოიყენებდა, შენიშნავს, რომ ისინი სათვალეს აღარ საჭიროებენ. უსათვალოდ ხედავენ ახლო მანძილზე. სამაგიეროდ შორ დისტანციაზე მხედველობა არის ბუნდოვანი. ეს ერთ-ერთი ნიშანი შეიძლება იყოს კატარაქტის, რომ პაციენტს ახლო მანძილზე სათვალე აღარ ჭირდება. მე მომისმენია ჩემი პაციენტებისგან, რომ თქვათ მათ ბებიას, ბაბუას 90 წლის ასაკში ახლო დისტანციაზე ხედვისას სათვალე არ ჭირდებოდათ და ისინი ხელსაქმეს უსათვალოდ აკეთებდნენ. სავარაუდოდ ასეთ დროს კატარაქტასთან გვაქვს საქმე. უი დედა, მოისაკას. ანუ მე რომ მიხარია რომ ამას რაღაცა სიხარულით ამოვენ ხოლმე რომ მე ჩემო ძვირფასო აჩო ამ ასაკში რომ მიყურებ სათვალე არ მჭირდება, მე თურმე ისინი დაავადებაზე მკარნა ხოლმე და მიმანიშნებენ თავის დაუნებურა და არ იციან. შესაძლოა კატარაქტის აი ამ ნუკლეარული ბირთვული კატარაქტის დროს განვითარებული მინუსის ფონზე ახლო დისტანციაზე მხედველობა იმდენად გაუმჯობესდეს, რომ პაციენტს სათვალე აღარ ჭირდებოდეს, სამაგიეროდ შორ დისტანციაზე მხედველობა არის საკმაოდ დაბალი. საკმაოდ დაბალი. ეს ხო, დაამატეთ და მე კატარაქტის სიმპტომატიკას რაც შეეხება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის დიაბეტის დაზიანებით მიმდინარე დაავადებების სიმპტომატიკა, რაზეც პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული. ასეთ დროს გარდა იმისა, რომ თქვათ პაციენტს აღენიშნება ზოგადად მხედველობის გაბუნდოვანება, პაციენტები აღნიშნავენ ცენტრალურ მხედველობაში შავ ლაქას, ხვრელს, რომელიც ძალიან აზიანებს ცენტრალურ მხედველობას. ხოლო გარშემო პერიფერიული მხედველობა არის უფრო მკვეთრი, მკაფიო. გარდა იმისა, პაციენტები აღნიშნავენ მეტამორფოპსიულ, ეგრეთ წოდებულ მეტამორფოპსიულ მოვლენებს, რაც გულისხმობს იმას, რომ თქვათ ზედაპირი
კარგავს თავის სისწორეს, ის ხდება უსწორმასწორო, დაკლაკნილი, გადღაბნილი. აი ეს ნიშნები მიგვანიშნებს ჩვენ ოფთალმოლოგებს, რომ საქმე უკვე ეხება ბადურის დაზიანებას და ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ უკანა მონაკვეთს. სანამ ამ სადიაგნოსტიკო მეთოდებზე გადავდოდე, უცებ უნდა გითხრათ, ხომ სათვალე მოვიხსენდა, მახსოვს ჩემმა ოფთალმოლოგმა ადრე როცა სათვალე პირველად დამინიშნეს, ჩემს ენაზე პლიუსი, თქვენს ენაზე არ ვიცი რას ნიშნავს ეს. ხშირად მითხრა, რომ სათვალის ხშირად ტარება არ არის მაინც და მაინც კარგი და აცადე თვალს ივარჯიშოს. აი ხლა მე მაგით თქვენ საუბრობთ, მაგ დროს მოვიხსენე. სათვალე იმიტომ რომ ვიგრძენე ცოტა დაამახალა. რამდენად ბუნებრივი არის ეს და რაზე თქვენ სასაკში ეს ნორმალური არის, როდესაც იგრძნობთ დაღლილობას და სიმძიმეს, გირჩევთ რომ მოიხსნათ სათვალე და მიცემთ თქვენს თვალის დასვენების საშუალებას. დიდი მადლობა, ეს უცებცირად ის არა კონსულტაცია პირად პრობლემებზე. ეხლა გადავიდეთ იმ სადიაგნოსტიკო მეთოდებზე, რომლებიც ამ დაავადებებისთვის არის დამახასიათებელი, რას გვთავაზობს აქნიო ჰოსპიტალს. კატარაქტის დიაგნოსტიკა გულისხმობს გეგმიურად ოფთალმოლოგთან კონსულტაციისას, როდესაც ოფთალმოლოგი ბაზისურ კვლევებს ჩაატარებს, რაც არის მაგალითად მხედველობის სიმახვილის განსაზღვრა, თვალში დაწნევის განსაზღვრა. ამის შემდეგ აუცილებლად ყველა ოფთალმოლოგმა უნდა გააფართოვოს გუგა წვეთების საშუალებით და ფართე გუგით უნდა ბინოკულარული მიკროსკოპის საშუალებით შეაფასოს ბროლის გამჭვირვალობა. ბროლში არსებული ნებისმიერი შრის ან ზოგადად მთლიანად ბროლის შემღრევის არსებობის შემთხვევაში ისმება კატარაქტის დიაგნოზი. ცოტა უფრო რთულად არის საქმე დიაბეტური მდგომარეობების და ასაკობრივი მაკულოპათიის დიაგნოსტიკის საკითხში, იმიტომ რომ აქ უკვე ჩვენ გვჭირდება დამატებითი ინსტრუმენტული კვლევები, როდესაც არაპირდაპირ ოფთალმოსკოპიისას ოფთალმოლოგი აღმოაჩენს რაიმე ტიპის ცვლილებას ბადურაზე. ეს საკმარისი მიზეზია, რომ პაციენტი გადამისამართლდეს და ჩაიტაროს ბადურის ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფია. ნიუ ჰოსპიტალში გამოიყენება ულტრათანამედროვე ტოპკონის ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ვიზუალიზდეს ბადურის თითოეული შრე მიკროსკოპულ დონეზე და აი ამ ტომოგრაფიის საფუძველზე დაისვას ან გამოირიცხოს ბადურის მაკულოპათიის დიაგნოზი. კი ბატონო. მირიან, რაზეც პრინციპში დასაწყისში ვთქვით, იმას უნდა დავუბრუნდეთ და შევეხო კურნალობა და დაგვიანება. რა დაავადებებს შეიძლება ახასიათებდეს დაგვიანების შემთხვევაში სიბრმავე? ანუ რომელი დაავადებები არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დროის თვალსაზრისით? სამწუხაროდ აი ეს ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებები არანამკურნალების შემთხვევაში სულ სიბრმავამდე მივდივართ. უბრალოდ კატარაქტის შემთხვევაში, აი დიახ ამის გასვაპირებთ, რომ კატარაქტის შემთხვევაში ეს შეუქცევადი სიბრმავე არ არის, ეს კარგია. როგორი სიმწიფის და სირთულის კატარაქტის დროს, თქვათ, აი გადამწიფებული კატარაქტისასაც არ უნდა ჩატარდეს, თქვათ, კურნალობა, რაც გულისხმობს ოპერაციულ მკურნალობას, ოპერაციის შემდგომ კატარაქტის შემთხვევაში თუ იქ არ არის თანხმლები რაიმე ოფთალმოლოგიური სხვა დაავადება, კატარაქტის ოპერაციის შემდგომ მხედველობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. კურნალობა ეს არის კატარაქტა ცალსახად ქირურგიული დაავადება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ქირურგიულ ოპერაციას გულისხმობს. სამწუხაროდ წვეთები, ლაზერი, აბები ან სხვა ტიპის კურნალობა უეფექტოა, არ არის რეკომენდირებული. კურნალობა კი გულისხმობს თვალის შიგნით შემღრეული ბროლის შიგთავსის მოცილებას და თვალში გადაინერგება გამჭვირვალე ხელოვნური ბროლი. ჩვენს კლინიკაში ნიუ ჰოსპიტალში პაციენტებს საყოველთაო ჯანმრთელობის ფარგლებში აქვთ შესაძლებლობა, რომ გამოიყენონ პრემიუმ ხარისხის, ძალიან მაღალი ხარისხის ამერიკული IQ ყვითელ ბროლსაც უწოდებენ ამ ბროლს, ასევე გერმანული ცაისის ბროლები, რაც ძალიან მნიშვნელოვან მაღალ ხარისხიან კონტრასტულ მხედველობას გვაძლევს ოპერაციის შემდგომ. ეს რაც შეეხება კატარაქტის კურნალობას, მაგრამ აი დიაბეტური ან ასაკობრივი მაკულოპათიების შემთხვევაში ასე მარტივადაც არ არის საქმე. აქ უკვე უფრო ინდივიდუალურად უნდა მოერგოს პაციენტს მკურნალობა. თქვათ, კატარაქტისგან განსხვავებით, თუ კი კატარაქტის ერთადერთი მკურნალობა ქირურგია, ასე არ არის ბადურის დაზიანებების შემთხვევაში. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ფორმის დაზიანებასთან გვაქვს საქმე. მაგალითად, ასაკობრივი მაკულოპათიის ორი ფორმა განირჩევა, ეს არის მშრალი ფორმა და სველი ფორმა, რომლის დიაგნოსტირების და დიფერენცირების საშუალებას სწორედ ეს ზემოთხსენებული ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფია გვაძლევს.
თუ კი პაციენტს ტომოგრაფიის შემდგომ დაუდგინდა მშრალი ფორმა ასაკობრივი მაკულოპათიის, ასეთ დროს პაციენტს მხოლოდ ვაკვირდებით და რაიმე ისეთ სპეციფიკურ მკურნალობას არ ვნიშნავთ. თუმცა მშრალი ფორმა შესაძლოა პროგრესირდეს და გართულდეს სველი, ეგრეთ წოდებული ექსუდაციური მაკულოპათიით, რომელიც უკვე საჭიროებს ინტრავიტრიალურ თვალში და ინექციებს, რაც გვაძლევს ბადურის ქვეშ არსებული სითხის უკუ გაწოვას, ბადურის შეშუპების და ანთების შემცირებას და შედეგად მხედველობის გაუმჯობესებას. მირიან, ორი წუთი გვჭირდება და მინდა მოვასწროთ რეკომენდაციებზე საუბარი. არ ვიცი, როცა ასაკთან დაკავშირებულია დაავადებები, იმის პრევენციისთვის რამის გაკეთება შეიძლება თუ არა, თუ შესაძლებელია, ეს მე მახსოვს, ჩემი ბაბუა ძალიან ხშირად აკეთებდა ხოლმე თვალის ვარჯიშებს და ამბობდა სხვა შორის ღრმა სიბერემდე ისე მივიდა რომ სათვალო ფაქტორად არ გამოუყენები, არ ვიცი ხე კატარაქტასთან კონდა საკუთარა. არ ვიცი ნამდვილად, მაგრამ ახსოვს რომ აქტიურად ყოველდღე უთმობდა გარკვეულ დროს თვალების ვარჯიშს, რაღაცა სპეციალურ ვარჯიშებს. არის თუ არა მსგავსი მეთოდები რაღაცა პრევენცირებელი დაუშვა თავიდან? სამწუხაროდ კატარაქტის შემთხვევაში საპრევენციო მეთოდები არ არსებობს, იმიტომ რომ ეს არის ასაკობრივი ცვლილება, ასაკობრივი დაბერების პროცესი არის, ბროლის შემხრევა, რომელსაც სამწუხაროდ დღესდღეობით მედიცინა ამას ჯერ ვერ აჩერებს და ვერ აყოვნებს. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი არის გეგმიური კონსულტაციის ჩატარება, დროული დიაგნოსტირება და შესაბამისად ადეკვატური მკურნალობის და მენეჯმენტის დაგეგმა. არის საშუალებაც ნიუ ჰოსპიტალში არის და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. მართლა ვამბობ, როც ძალიან ფასდაუდებელია ეს, რაც მედიცინა აკეთებს ადამიანების კეთილდღეობისთვის. დიდი მადლობა თქვენი პროფესიისთვის და თქვენი პროფესიის წარმომადგენლებსაც აქედან. ჯანმრთელობას გისურვებთ.